მოგესალმებით. ერთი ყურიანი შეცდომების შემდეგ ისევ გიბრუნდები თქვენ გახსნის ახალი ამბებით. დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს მაიკ სალას შოუზე მოწვეული არიან ელენა დანანი და ჯეიპი ახალი ამბებით. ელენა დანანი კითხულობს მსმენელების, ვიდეომაყურებლების კითხვებს და შემდეგ სამივე პასუხობენ ამ შეკითხვებს. ეს ვიდეო აწვეთულია, რუსული ვარიანტი ამ ვიდეოსი აწვეთულია ამ წლის 13 მარტს. მაიკ სალა და ყველანი მოგესალმებიათ მსმენელებს, მაყურებლებს და მაიკ სალა ამბობს, რომ დღეს ვიმჩილებთ ეგზოპოლიტიკაზე და კითხვაც შეეხებაო პირველი კითხვა ამას, ეგზოპოლიტიკას. ელენა ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა და პირველი შეკითხვა მოგვივიდაო მიაკისაგან, ეს სახელი ასეთი. მიაკა წერს. მე მესმისო, რომ 2025 წელს ყველაფერი შეიცვლებაო. ეს მიაკა ყოფილა ქალბატონი და მან ის წერს, რომ მე მიდოდაო გამეგო ფინანსური გადატვირთვის შესახებო პერეზაგრუსკა მიდოდაო გამეგო ფინანსური პერეზაგრუსკის გადატვირთვის შესახებო. თქვენ რა იცით ამის შესახებ? ახლა ყველა ებძვისო ინფლაციას. ახლა ყველა უკაცრავად ებრძვისო ინფლაციას. ბიტკოინის ფასი ძალიან გაიზარდაო. ხნიერი ადამიანები კი, რომლებიც ბევრს მუშაობდნენ, დღემდე ვერ შეეჩვენ კრიპტოვალუტას. კიატა ამბობს, ეს მსმენელი შეკითხვას ვამს, მე მეგონაო ჩვენ გამოვიყენებდითო კვანტურ ფინანსურ სისტემასო. დიდი მადლობაო თქვენ. პასუხობს ელენა დანანი. რამდენადაც მე ვიციო ნიაკაო, კრიზისიო ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებითო არ იქნებაო. ეს იქნებაო გადასვლა. ამიტომ რაც საჭიროაო ახალი სისტემისთვის დიდი ხანიაო მზად არისო. და ის იქნებაო დაფუძნებული ოქროზე და რომელიღაც ვერცხლისფერ მეტალზე. და სისტემა იქნება კვანტური. ახლა ინერგება ტექნოლოგიები, მაგრამ ჩვენ გვჭირდებაო ლოდინი, ამბობს ელენა დანანი, სანამ სიღრმისეული მთავრობა, იგივე კაბალა არ დაკარგავსო თავის ხელისუფლებას. და მაშინ იქნება გადასვლა. ხომ გესმით? იქნება გადასვლა დრამის გარეშე. და მეწუნათ ელენა დანანის იმდენი ვიდეო მაქვს, მე გადათარგმნილი და თქვენს წარდგენილი, რომ მაგავს თუ მოусმენთ, დარწმუნდებით იმაში, რომ ის არ იტყუება. შეიძლება ჯეიპი მეტი იცის. ელენა დანანი, მაიკ სალა და ჯეიპი. ადრეც ახლა მასკა მოუხსნია. ტანკისტის შლემი რო ქონდა ის მოუხსნია და ახლა ქუდი დაუხურია. იღაბი დაუტოვებია და ქუდი დაუხურია იმ შლემის ტანკისტის შლემს რო გავდა იმის მაგივრად. ახლა ელენამ გადასცა სიტყვა ჯიპის და ჯიპი ამბობს, როდესაც ჩვენ ვიყავითო იმის სიაზე, სადაც ვნახეთ ბევრი ოქრო, ჩვენ ვნახეთ ოქრო არა მარტო მთავრობაში. ჩინეთმაც ნახაო ბევრი ოქრო. ოქრო აგრესვე არის ამაზონკის რაიონში. და ახახან ჩინეთმა შეიძინაო რაღაც ამაზონკის რაიონში. ისინი უბრალოდ პოულობენ მთელი მსოფლიოს ფარგლებში ოქროების საბადოებს. მართლა გასაკვირია. და მე ფიქრობ, ამბობს ჯიპი, რომ ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ყველაფერი ტექსტში უნდა გქონდეს მომავალში. ყველაფერი იმასეაო დამოკიდებული თუ როგორ განვითარდებაო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. და იმაზეც იქნებაო დამოკიდებული თუ როგორი ურთიერთობები
გვექნებაო როგორ ურთიერთობს დავააგებთო ჩვენ უცხო პლანეტელებთანო ხომ გესმითო ამისგან იქნებაო დამოკიდებული ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ელენა მოგვაცანილეს ახლა მეორე შეკითხვას ვინმე ვენდისაგან მოგესალმებით მაიკლი ელენა და ჯიპი ამას ამბობს ვენდი კითხვას უგზავნის უბრალოდ და კითხვაშია ეს როგორ შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია გავლენის უკაცრავად როგორ შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია გავლენის ქონას ან როგორ გავლენას მოახდენს როგორც იქა მომნახეს ზუსტი სიტყვა როგორ გავლენას მოახდენსო ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებზე ჩვენთან ნიდერლანდებშიო ეს ვენდი ეკითხება ამბობს ჩვენთან ნიდერლანდებშიო როგორც სხვა ქვეყნებშიო დღემდე არსებობს ჩრდილოვანი სახელმწიფო ანუ კაბალა როგორ უნდა მოვიშოროთ ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო თუ ახლო მომავალში არჩევნები არ იქნება მე ვიციო რომ ახალი არჩევნებიო ამერიკაში შექმნიან სტრუქტურას რომელიც დიპლომატური მეთოდებით და სამთავრობო ოპერაციებით რამე შეცვლიან ისინი დაიწყებენ ჩრდილოვანი მართლობის ჩამოგდებას სხვადასხვა ქვეყნებში სადაც ეს იქნება საჭირო ეს გამოიყურებოდეს იქნებაო ისე რომ მათ არ ემუქრებიანო ანუ ეხმარებიანო უბრალოდ ბნელი ძალებისგან განთავისუფლდნო სახელმწიფოში მე მგონია ეს ხო პასუხი დაიწყო ელენა დანანი პასუხობს უკვე და ისე რაღაცები ახლა რომ ეს შეკითხვაში არ შედის ეს უკვე პასუხია ამერიკის თავრობაზე ყვება ელენა დანანი და ელენა ამბობს რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებებით და დიპლომატიური არხებით და ეს იქნებაო ტალღა რომელიც გადაივლისო მთელ ევროპაში და აზიაში იქაც მოხდება დიდი გაწმენდა მე არ ვიცი სწორად ახსენი თუ არაო და ელენა მიმართავს ჯეიპის კითხვით შენ როგორ ფიქრობო ჯეიპი პასუხობს რომ მე მგონიაო რომ უცხო პლანეტელები დიდ როლს ითამაშებენ ამ საქმეში იცით რომ მათი ორბიტები ყველგან მოჩანს ასე რომ მე ვფიქრობ ისინი გვაჩვენებენ თავს და გვეტყვიან ჩვენ ყველანი ერთ საქმეში ვართ все в этой вселенной вместе. Так что я думаю, что это ყველანი ვართ ამ სამყაროში ცუდი ხალხი უბრალოდ ვარს იტყვიან ამაზე ყველაფერზე ნახე ამბობს ჯიპი რა ხდება თურქეთში, კანადაში და სხვა ქვეყნებში. ხალხი ტოვებს თავის ქვეყნებს და აძლევენ საშუალებას სხვებს ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. თავისი ქვეყნის ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. იცი მასეც იქნება. ხო, სხვათა შორის მე მინდა დავამატო, რომ მხოლოდ სხვაგან არ ხდება ასეთი სიტუაცია. საქართველოში რამდენად დატოვა საქართველო და წავიდნენ პურის ფულის საშოვნად. იმიტომ რომ ახლა მე როგორ ვთქვათ, პოლიტიზირებაში არ ჩამთვალოთ, პოლიტიზირებულ ადამიანად. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ შეუწყონ ამ ჩვენ ქართველებს ხელი და აქ თავის საკუთარ მიწაზე ხო ბევრს აქვს სოფლები, რამე გააკეთოს, ან რამე პატარა ბიზნესები დაეხმარონ ადამიანებს პატარა ბიზნესების აყვავებაში. ქართველი ხომ არ წავა აქედან. ხო? მას ურჩევნია აქანე იწვალოს, იქ მაინც წვალოს და აქა იწვალოს, კი მაინც თავის საკუთარ მიწაზე ედგმება ფეხები. დღეში ერთჯერ შეჭამს თუ ხუთჯერ ექნება რაღაც ორი ლუკმა ის არსად არ წავა. ძალიან ბევრი ქართულობა წასული და ასეთი პროცესი ხდება ყველა ქვეყნებში. და ამ დროს
არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას? თუ ქართველები არ იქნა. ადამიანებს, ვისაც არ აქვთ კეთილსინდისიერი მიზნები, უბრალოდ გაიმგზავრებიან ქვეყნიდან. ჯიპი ამბობს, რომ მე მეტი ამის მოთმენა არ შემიძლიაო, რადგან მაგათმა იციანო, რომ სწორად არ იქცევიანო. მაიკ სალა ჩაერთო ინტერვიუში, კითხვა-პასუხების გაცემაში და ამბობს, რომ დონალდ ტრამპი სამოცანაში შედისო, ესე იგი, ვდახნავით შეაგულიანოს ის ხალხი, ვისაც უნდა თავისი ქვეყანა გახადოს უდიდესი, მაგალითად საფრანგეთს უნდა თავისი ქვეყანა გახადოს უდიდესი. ან იგივე ირლანდია, ავსტრალია, ყველას უნდა თავისი ქვეყანა გახადონ უდიდესი. ტრამპის მოძრაობა შეაგულიანებს ამდაგვარ მოძრაობას სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც აქამდე იყვნენ გატაცებული გლობალიზაციით, სადაც არ იყო ადგილი იდენტური ნაციონალური ინდივიდუუმებისთვის და კულტურისთვის, სადაც პროცესები, ეს თუ ის პროცესები მიმდინარეობდა ერთი მიმართულებისკენ შეექმნათ გლობალური ერთიანი სახელმწიფო, სადაც თოჯინების მართავი ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ადამიანებს როგორც მარიონეტკებს, ხომ იცით თოჯინას რომ ამოძრავებს. მაიკლ სალა ამბობს, რომ ეს სრულიად ეთანხმებიო ელენას, რომ ტრამპის არჩევასთან ერთად ეს გამოიწვევსო დომინოს ეფექტს. ეს გააძლიერებსო ამდაგვარ ძალებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებსაც უნდათ კონცენტრირება უნიკალურობაზე და იამაყოს თავისი ნაციონალური კულტურით, იმის მაგივრად, რომ ვიდრე იგნორირებას გაუკეთებს თავის საკუთარ კულტურას და უპირატესობას მიანიჭებს გლობალიზაციას, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, მხოლოდ მარხატული ხელთათმანის მაგვარია გლობალური სტრუქტურებისა, რომ მანიპულაცია გაუწიოთ კაცობრიობას კიდევ ერთი 100 წლეულის განმავლობაში ან მეტი. ელენა დანანი შედის საუბარში და მაიკლს ნათქვამს უმატებს, რომ ეს გლობალური სახელმწიფო ინგრევაო და ჩნდებაო ახალი ტექნოლოგიები, მით უმეტეს თავისუფალი ენერგიის ტექნოლოგიები და ყველა კორპორაციები სიღრმისეული სახელმწიფოსი იშლება და ის აკავებდა ბევრ ქვეყნებს მათ დამორჩილებაში. მათ არ ქონდათ არჩევანი ეკონომიკურ საკითხში, მაგრამ ახლა მათ ექნებათ არჩევანი. ახლა არის მხოლოდ ერთი საშუალება, ამბობს ელენა დანანი, ითანამშრომლო ახალ მომავალთან, რომელიც იქმნება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით და საწვავის წარმოებაც იშლება, ინგრევა და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ ესეც დაგვეხმარებაო. იქ კიდე მაგათ ყოლიათ ქალი, რომელიც კითხულობს და შემდეგი შეკითხვა ვინმე სტრიგი ნონისგან, რომელიც მიმართავს ამ სამივე წარმომადგენელს, ელენა დანანს, მაიკ სალას და ჯიპეის პატივცემულო ის კითხვას კითხულობს ის ქალბატონი. პატივცემულო მაიკლ სალა, ელენა დანანი და ჯიპეი უფრო სწორად.
მაპატიეთ JP ვერ დავიმახსოვრე ამ ბიჭის სახელი. მეც სახელი უბრალოდ JP, მე GPS ვამბობ. JP. ასეთი კორუმპირებული ორგანიზაციები როგორიც WOS გაერო და უკაცრავად რაღაც კიდე თქვა. როგორც მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. კარგავენ თუ არა ისინი კონტროლს სოფლიოზე. შეგიძლიათ თუ არა თქვენ გაგვარკვიოთ ამ საკითხში. დიდი მადლობა. მაიკ სალა პასუხობს. მე ფიქრობ, ტრამპის არჩევანიო ის რომ ტრამპი აირჩიესო და ის ვარს იტყვისო ბევრ გლობალურ პროექტებზე, უბრალოდ ბევრ გლობალურ ორგანიზაციებზეო იტყვისო ვარს, ასეთი პროცესი მისცემსო ბიძგ ყველა ნაციონალურ ერებსო, რომ მაგათმა უფრო თავის ნაციონალურ მაპატიეთ, ახლა თავიდან უნდა მოყვე არ ჩამერთია, რომ ნაციონალურმა სხვადასხვა ნაციონალურმა ქვეყნებმა ხოლო თავის ნაციონალურ საფუძველს დაერყვნონო, ხოლო თავის იმედი ქონდნენო. შექმნანო თავისი ინსტიტუტები და საზოგადოებები, რომლებიც მოდებნიანო პასუხებს რაღაც პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზეო. იმის მაგივრათო რომ გადასცენო თავიანთ ხელისუფლება, ქვეყნის ხელისუფლება მართვა ამ გლობალისტებსო და ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეშიო მანიპულირებას უკეთებდნენო და ტვინს ურეცხავდნენო ხალხს სხვადასხვა ქვეყნებში. სხვათა შორის მინდა გითხრათ, ამაზე მე არ გამიბრასდეთ, მაგრამ იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, იგივე გაერო, იგივე ევროკავშირი არიან ჩრდილოვანი სახელმწიფოს, ანუ კაბალას ორგანიზაციები და იმართებიან კაბალათი. ეს გლობალური ორგანიზაციები თანდათანობით გადასცემდნენ ხელისუფლებას გლობალისტურ ინსტიტუტებს, თავის ნაციონალურ ინსტიტუტებს გადასცემდნენ გლობალურ ინსტიტუტებს. აი მაგალითად, ნუ შევტოვებ შორს, მეც სხვაზესა ვიყავი, მე მოყავს ჩემი მაგალითი, მე წამდა რომ ევროკავშირი მისწრაფება ევროკავშირისკენ, გაეროსკენ და საერთოდ ერთიანი შემადგენლობის სურვილში ვითომ იქ ისინი უკეთეს ცხოვრებას წარმოგვიდგენენ, მე მართლა ეს მიმაჩნდა რეალობად. მაგრამ როდესაც ამ კოვიდიდან გამომდინარე, როდესაც ინტერნეტი საშუალება სელულური ტელეფონი შევიდინე და ინტერნეტთან წვდომა გამიუჯობესდა და დავიწყე ამ რაღაცების გამოძიება, რაღაცების მოსმენა. მე იმ დასკვნაზე მივედი, რომ მაპატიეთ, მე პოლიტიზირებას არ ვახდენ, მაგრამ ერთში ნამდვილად ვეთანხმები. მაგათ ვინც ამბობს, რომ თქვენ თვითონ უნდა უშველოთ თქვენ თავს, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ თქვენი პრობლემები. ჩვენ გარდა ამას ვერავინ ვერ იზამს. ჩვენ ქართველებმა ბევრი ჩვენი ინსტიტუტი დავკარგეთ.
მათ შორის იკარგება ქალიშვილობის ინსტიტუტი. საკურველია, მე ხა მაგას არ ვამბობ, ჩვენ ყველა უნდა დარჩნენ ხელუხლებელები. ეს თვითონ პიროვნების გადასაწყვეტია. სრულწლოვანი 18 წლის შემდეგ, სრულწლოვნების შემდეგ პიროვნება თვითონ წყვეტს და არავის არ აქვს უფლება თუ რამე არასწორად გადაწყვეტა ახალგაზრდამ, ის ამის გამო მოკლა. იმიტომ რომ ყველა ცხოვრობდა აქამდე თავისი ჭკუით, შვილებს ატენიდნენ ბოდიში ამ სიტყვაზე თავის აზროვნებას, შვილებს როგორც მარიონეტებს მართავდნენ. რა არის ეს მარიონეტული მთავრობა საიდან გაჩნდა? საიდან? მთავრობა რისგან შედგება? საზოგადოებისგან, ხო? მთავრობას ირჩევს საზოგადოება და საზოგადოება ვისგან შედგება და რისგან? ოჯახებისგან, ხო? და როგორც მსჯელობს ოჯახის უფროსები, ისეთი საზოგადოება ყალიბდება. როგორიც ჩამოყალიბებულია საზოგადოება, ისეთ მთავრობას უშვევენ ხელისუფლებაში. როგორიც ხელისუფლება არის, ისეთი ცხოვრება დგება იმ ქვეყანაში. არა, კიდევ გეუბნებით, მე არ პოლიტიზაცია არ შემომაქვს. მე მაგალითი მომყავს უბრალოდ. აი მაგალითად, ჩვენ რომ იცით რა საქმე? ქალაქებში კარგი. ხალხი უფრო ნაკითხია, წიგნებს კითხულობს და ბევრ რამეში ერკვევა, მაგრამ ისიც ბევრი სკეპტიკოსურად უყურებს ყველაფერს, მაგრამ სოფელში რამე სწორია არჩევანი მომიტევეთ სოფელებო, მე თქვენ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სოფელში არ არის განვითარებული ბიბლიოთეკები. სოფელში კი სწავლობენ უფრო გულიანად და უფრო აბარებენ ქალაქებში, ინსტიტუტებში და კოლეჯებში, ვიდრე ქალაქელი სკოლად დამთავრებული. მაგრამ სოფლებში შეუძლებელია ადამიანის თავისუფალი აზროვნება გააფართოვო. მე ახლა ცოტა თემას გადავუხვიე, რადგან ეს კიდევ გრძელი ვიდეოა, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ. სოფლებში რა ხდება, როგორ ხდება ბავშვების აღზრდა არ ხდება, ნაკლებად ხდება გაზრდა. არა, მე არავისკენ არ ვიშვერ ხელს. სოფელში ხალხი დაკავებულია მუშაობით. ხო, იმასაც იტყვით, სოფელი გარჩევთ ქალაქსო. გეთანხმებით. მაგრამ მე რაც გულისხმობ, ოჯახში ურთიერთობა მაგალითად, ახლა მე რასაც ჩამოვთვლი, ეს შეიძლება თქვენ მოგიჩვენოთ წვრილმანებად, მაგრამ წვრილმანი ეს არ არის, იმიტომ რომ ბავშვი როგორ ჯანმრთელ ან არაჯანმრთელ მდგომარეობაში იზრდება ეს ატმოსფეროში, ის ჩვევები გაყვება ყველგან, სადაც წავა. გოგო იქნება ეს თუ ბიჭი. მაგალითად, მოკლედ ვიტყვი, მაგალითად, სოფლებში არის ერთმანეთის ჩაცმის ტანსაცმელი. დედასს შეუძლია რამე ცხოვოს რძალს, სამეთვალს გადასასვლელი ჩაიცვას, ან მეზობელი მოვა, ისთხოვოს ან პლაში, ან პალტო, ან კიდე ჯემბრი, ან კიდევ ფეხსაცმელი, ან კიდევ ქალმა ითხოვოს შარვალი ქალისგან, ან მაგალითად რეზინის შექმები ითხოვოს ყანაში, სიმინდი აქვს სატეხი და ხო, იმას არ ფიქრობს, რომ იმ კაცას ხომ ჭირდება რეზინის შექმები და ყანაში რამე სოფეხი დააბიჯო, წვიმიან ამიჩი, ან საერთოდ როგორ შევიდეს ის კაცი ჩუსებით ხომ არ შევა თავის ყანაში სიმინდის მოსატეხად? ასეთ რაღაცებს ეს გონია წვრილმანი. მაგალითად, მეზობელი მივიდა მეზობელთან, ველოსიპედი თხოვა, იმან არ ათხოვა, ამას მოყვა მთელი გულმოსვლის პროცესები და ეს ამას გულისხმობ, რომელსაც თქვენ თვლით წვრილმანებად. იგივე მანქანის თხოვება,
იგივე მაგალითად მისვლა და როდესაც სტუმარი მეზობელი მოგივა და გამოუტან რამეს, უყურო პირში თუ რამდენ უკმას შეჭამს ნამცხვარს, რამდენ უკმას შეჭამს შენ საჭმელს და ამდაგვარი სიტუაციები, ამ დღეულებთ ეს წვრმანი არ არის. სოფლის ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არსებობს ადამიანი უბრალოდ ადამიანი არის პიროვნება. შენი მასეთი საქციელი ტკბინავ მაგ ადამიანის თავისუფლებას. ეგებ მე არ მომწონს სანახევრო ტანსაცმელი, სანახევრო ნივთები, მით უმეტეს ფეხსაცმელი. ეგებ მე მაქვს ერთი ქურთუკი გადასასვლელად და მინდა ეს ქურთუკი მე ჩემს ხელს ამიჩოვლით, ჩემი ენერგეტიკითაა გაჭრილითული, ხო? და შენ რომ მოდიხარ წარამარა მთხოვლობ მე ამ ქურთუკს. ხო, ან გაგიფუჩდეს, ან დაგეხეს, ან კიდევ რაღაც დაემჩნეს. კი, სხვა შემთხვევაა რომ რამე დაგეკარგოს, რამე მოგპარონ, ეგ სხვა შემთხვევაა. კი მაინც იცი რომ всё ის დაკარგე, ხო? ან ვინმეს აჩუქე რამე, всё. ზოგიერთი იძულებულია გაჩუქოს ან მოგყიდოს მისი ნივთი, რომ შენ მასთან არ ერბინო, წარამარა ამის სათხოვნელად. მერწმუნეთ, ეს არ არის წვრმანი. ეს ყველას მიყვება. და როდესაც ასეთი ბიჭს მოყავს ცოლი, ის ასევე ექცევა ცოლის სიანებს და თუ მისი ცოლის სიანები არიან მეტად განვითარებული შედარებით, ხო? ამ საკითხში და ესმით ეს მაგათ რა საკურველია მაგათ რა საკურველია გული მოუვათ. აი მაგალით მოგიყვებით. მოვიდა სტუმარი. გადავიდა ნათესავის მეზობელთა. შექმები გაიხადა, შევიდა ოთახში. დია სახლის ქონდა მოსატანი შეშა. და წარმოიდგინეთ, საერთოდ ოჯახში სოფელში აცვიათ კალოშკები. და კალოშკებს რაც არ უნდა იბანო ფეხი ყოველდღე აქვს თავისებური სუნი. თავისებური სუნი გადადის ნასკებზე, კალოშკის რეზინის სუნი. და ადგა ეს ქალბატონი, ეს დია სახლისი შეშის მოსატანად ჩაუწვია ამ სტუმრის შექმები. მოიწონა და თავისი კალოშკში ჩანადები ფეხები წინდებიანად ჩადვა ფეხები ამ სტუმრის ფეხსაცმელში. ახლა მითხარით, საერთოდ რა წესია სხვის ფეხსაცმელში ფეხების ჩაყოფა? თუ შენი არ არის, ხო? ან თუ მაგალითად არ ესმანებ მაღაზიაში. მაღაზიაში სუთა გაფეხები, სუთა ნასკით მიდიხარ. რასაკურველია, მეც არ მომეწონა ასეთი საქციელი, არც იმ ხალბატონს მე მოეწონა, ვისი ჩემი სტუმარი იყო. ეს ასე მოიქცა დია სახლის. ახლა და ამდაგვარი რაღაცები ეს წვრმანები ამას ჩათვლით წვრმანებად, მაგრამ წვრმანები ეს არ არის, ენერგეტიკა არსებობს. მე ჩემი ერთი ტანსაცმელი მაქვს, ხუთი ტანსაცმელი, მე ის ტანსაცმელი მეგემრიელება. ძვირიანია თუ იაფიანი, თუ დახუნებული ხომ ჩემია, ხო? და როდესაც დაუშვათ, ჩემი ნივთი იცმევს ნივთს ვიღაცა, ან არც მიკითხება ისე აიღოს და გაიგეთოს. ისეთი შეგრძნება თითქოს მე რაღაც წამართვეს. მე ასეთი შეგრძნება მაქვს. ასევე არის ენერგეტიკა ყველაფერში ჩან, ფულშიც. და საერთოდ მე ბევრი მაგალითები მინახავს ცხოვრებაში, რომ დედათილები არც კი ეკითხებიან ძლებს და მათი ნივთებს იცმევენ. იგივე თოხებთან, ბარებთან დაკავშირებით, იგივე ბალახის საჭრელთან დაკავშირებით, შენ რომ სხვისგან ითხოვ ბალახის საჭრელს და ის გაგიფუჩდეს, შენ მაგიერს უყიდი არა. და საერთოდ რა წესია თხოვა ელექტრო ნივთების, იგივე შეიძლება ან სარეცხი და ადრე როგორი სარეცხი მანქანები იყო და ბევრი შემთხვევები მინახავს რომ სარეცხი მანქანა
დადიოდა მთელი სამეზობლოს წრეში. არ მიწე ადამიანს მიიდურებ, ხო? ბევრი ასეთი შემთხვევები და მაგალითებია. მაგალითად იგივე წინდები თუნდაც ვინმე მაიღოს შენ მოსულმა სტუმარმა არც კი იკითხოს შენგან აიღოს წინდები ჩაიცვას ან მაიკა არავის არის ამომნებ მე მაგალითად სადაც მივდივარ მიმაქვს ჩემი გამოსაცვლელი სად წავალ ახლა ჯოხი დავივარ ისეთი ადამიანი მაგრამ როდესაც ადრე მივდიოდი ხოდა ყოფილა ასეთი შემთხვევა რომ სტუმრად მისული იმ ადამიანს ერთი მეცვა მეორე ხელი წავიღე ერთი მაიკა მქონდა შავი დიახ ძალიან ახლობელი ადამიანია მეუბნება შენო არ გაქვსო მარაგი შავი მაიკა ზედმეტიო რომ მე მომცეო მაგას უნდა რომ ეს რომეცვა ის შავი მაიკა მისთვის დამეთბო მე ვერ დავთვე ის მაიკა რადგან ის მაიკა ბევრი წელია რომ მეცვა გაშხნთილია ჩემი ენერგიით თითქმის ჩემს ხელთან შეერთებული რა ამდენი წელი ხო და იყო ჩემი დის ნაყიდი საჩუქრად ისე მეგემრიელებოდა ის მაიკა მე მაგას ცოცხალი თავით არავის მივცემდი და ასეთი რაღაცები ადამიანს ახლა იტყვით ეს რაშაშიო არის ადამიანი ისეთი ხალხი არსებობს სიცილით შეცდებიან რამე გამოტყუო გამოგიყენო ხო ამას ვამბობ მე სანამ ჩვენ წვრილმანებში არ ვიქნებით განვითარებული ამა თუ იმ საკითხთან ჩვენ თუ პატარა საქმეში არ ვიქნებით მტკიცენი და განვითარებული ჩვენ ვერასდროს ვერ გამოვდგებით დიდი საქმეებისთვის ვერასდროს და მაიკ სალა აგძელებს თავის სიტყვას და ის ამბობს რომ მე მგონიაო ტრამპის დროს ეს ყველაფერი შეიცვლებაო გლობალისტებს არაფერი გადაეცემაო ესე იგი ამის თქმა უნდა მაიკ სალაც რომ ამას ამბობს სხვადასხვა ერების გასაგონად თქვენ უნდა დაიცვათო თქვენი ნაციონალური კულტურა თქვენ თვითონ არ უნდა მისცეთო რაღაცა შეგიცვალონ თქვენი ნაციონალური კულტურა და გაგიუქმონო თქვენი ნაციონალური ინსტიტუტები კითხველების შეკითხების კითხველი ამბობს რომ შემდეგი შეკითხვა არისო გრეგისგან ეს გრეგი მოგესალმებათო თქვენ ყველას მე მინდა ელენას დაუსვაო შეკითხვა სამედიცინო საწოლებზე და ვთხოვო ჯეპისაც გამოთქვას თავისი აზრი ელენამ თავის ბოლო ვებინარზე თქვაო რომ განმეორებითი ასაკობრივი რეგრესია მე თქვენ ხშირად გიხსენებდით ამ სიტყვას ასაკობრივი რეგრესია ეს როდესაც დაუშვათ მიყავთ ბავშვობაში ადამიანები ამსახურებენ მათ 20 წელი 40 წელი 60 წელი შემდეგ აბრუნებენ უკან მის ასაკობრივ იმ ასაკში რა ასაკშიც წაიყვანეს ხო ამას ქვია ასაკობრივი რეგრესია და ხშირად როდესაც მეორდება ეს ასაკობრივი რეგრესია ეს იწვევს დნმ-ის დეგრადაციისკენ სიტყვა დეგრადაცია გესმით ალბათ ყველას ხო და დნმ-ის დეგრადაციისკენ ხო ამას კი უნდა დრო სანამ ეს მოხდეს დეგრადაცია მაგრამ რაღაც მომენტამდე როცა მივა ეს ხტება როდესაც ეს ხტება ჩვენ უბრალოდ რატომ არ შეგვიძლია დაზიანებული დნმ-ის აღდგენა ბგერითი სიხშირეების დახმარებით ან ტექნოლოგიების დახმარებით რომლებიც გავს იმ ტექნოლოგიებს რომლებიც გამოიყენება სამედიცინო საწოლებზე ჩვენი საწყისი დნმ-ის აღსადგენად ელენა დანანი პასუხობს როდესაც თქვენ ძალიან ხშირად ერევით დნმ-ის გადაკეთებაში ეს მუშაობს რაღაც დრო მაგრამ რაღაც დროის შემდეგ რადგან თქვენ არ ღვევთ კოსმოსურ კანონებს რადგან თქვენ არ ღვევთ კოსმოსური ევოლუციის კანონებს
და უნივერსალურ კოსმოსურ კანონებს შეგიძლიათ ამ კანონებს დაარქვათ ღვთაებრივი კანონები. კანონებით ესე იგი, წყაროს შემქმნელების კანონი შეგიძლიათ დაარქვათო, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც ამ პროცესების დახმარებითო თქვენ ვერ გადააკეთებთო მომაკვდა სხეულს უკტავ სხეულად. კი, უცხოპლანეტელები გარდაქმნიან თავის უჯრედებს, მაგრამ ეს სხვა პროცესია. ამას ქვია ალქიმიური პროცესი. ამიტომ, როდესაც თქვენ ძალიან ხართ რეგრესიით, ასაკობრივი რეგრესიით დაკავებული, თქვენი დნმ ატიებს რეაგირებას ასაკობრივ რეგრესიაზე. ის იწყებს უცნაურად მოქცევას და არ მუშაობს. ამიტომ არის მომენტი, როდესაც უნდა შეჩერდე. მაგალითად, ტარხანი და მისი რასა და კულტურა მუდმივად ამუშავებენ და აღადგენენ თავის გენეტიკას. მაგრამ ყოველთვის ხდება მომენტი, როდესაც მათ ესმით, რომ უნდა შეჩერდნენ. რადგან ისინი არიან უფრო ბრძენი და გაცნობიერებულნი და იციან, როდის შეჩერდნენ და იციან, როგორ დაუბრუნონ ბუნებას ბუნებრივი სიბერის პროცესს. მაგრამ ისინი არ არიან ზომბირებული მაგ იდეით, რომ გამოიყურებოდნენ მუდამ ახალგაზრდები. მათ მოსწონთ გამოიყურებოდნენ ჯანმრთელებად, ახალგაზრდურად, ჯანღონით სავსე, მაგრამ მათ აქვთ სხვანაირი თვალსაზრისი, მათ იციან, რომ ეს განსახიერება არის მხოლოდ დროებითი, რომ ისინი არ არიან სხეულები. ამიტომ ისინი ტოვებენ ყველაფერს ისე, როგორც არის და უბრუნდებიან სხვა განსახიერებით. ბრუნდებიან სხვა განსახიერებაში. ხო, დაიცოდეთ, რომ ეს მიატოვეს მუშაობას რაღაც განსაზღვრული პერიოდის შემდეგ. ეს ასაკობრივი რეგრესია იგულისხმება. ჯეიპი, შენ რას ფიქრობ? როდესაც თქვენ შეეცდებით ზემოქმედება იქონიო დნმ-ზე, ეს გავს ისეთ მაგალითს, როდესაც თქვენ შეეცდებით სინათლის რაღაც ნაწილი გაატაროთ წყლის დიდ რაოდენობის მაგალითად ოკეანეში, სადაც ბევრი წყალია. დასაკვირველია, ეს სინათლის რაღაც ნაწილი ამ წყალში გაქრება და იშლება. და რაც უფრო სიღრმეში გაუშვებ ამ სინათლის შუქს, მით უფრო ნაკლებად ჩავა ის ფსკერამდე. ვერ ჩავა ესე იგი, ხო? ეს სინათლის რაღაც ნაწილი ფსკერამდე ვერ ჩავა. რაღაც ნაწილი თუ გაუშვი. როდესაც თქვენ აგრძელებთ დნმ-ის ზოგადად დამუშავებას, ხო, და მას მიაჩვევთ მაგალითად ამ ფუნქციის შესრულებას, ასევე ხდება ამდაგვარად დნმ-თან დაკავშირებით, როგორც შუქთან, წყალში გაშვებული შუქის ნაწილაკთან, დნმ ქრება. პატარავდება და შემდეგ ქრება. კვანტური არეულობა მიიყვანს მეორე სამყაროში, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, ან მიიყვანს სხვა განზომილებაში. მასეთნაირად, ესე იგი, დნმ-ის ენერგია პატარავდებაო, თუ თქვენ გააგრძელებთო ასაკობრივ რეგრესიას. თქვენ ხომ იცით, რომ ეს არის ენერგია, მეცნიერება ენერგიაზე. და ეს ენერგია პატარავდება, თუ თქვენ გააგრძელებთ მასთან თამაში. ელენა დანანი ამოწმებს, რომ დიახ, ასე არისო სინამდვილეში. შემდეგ შეკითხვას ვამს მარკ დევისი. მოგესალმებით ყველას, რა აზრის ახალ თქვენ ტრამპის სურვილზე შეიძინოს პანამსკის ზალივ, პანამური სრუტე. თუ სწორად თქვი, ერთი წუთით, უკაცრავად, პანამური ყურე, სრუტე კი არა. პანამური, ესე იგი, ტრამპს გააჩნია სურვილი შეიძინოს პანამური ყურე.
გრენლანდია არის თუ არა რამე საიდუმლო მიზეზი, რის გამოც ტრამპს სურს ამის გაკეთება. GPA პასუხობს. ამერიკამ ააშენა პანამური ყურე, ააშენა პანამის არხი და ძალიან ბევრი დაიღუპა ამ არხის აშენების მომენტში. და ჩემამდე მოვიდაო ჭორები, რომ ამ პანამური არხის გაყიდვა, ამ პანამური ყურის გაყიდვა პანამას უნდა მიყიდოს ეს ჩინეთს. ხო, ეტყობა ჩინეთს უნდა იყიდოს პანამური არხი, უკაცრავად პანამის არხი. და პანამის პრეზიდენტს ესიამოვნა ამის მოსმენა. და ეს ამბავი მივიდა ამ ადმინისტრაციის ყურებამდე. მე არ მგონია რომ ეს მოხდება, რადგან ხომ გახსოვთ ჩვენ ეს დაუბრუნეთ მათ. ჩვენ უბრალოდ პანამის არხი დაუბრუნეთ პანამას. და ჩვენ რომ დომებოდა პანამის ყურე, ჩვენ მათ უკან წავართმევდით. და პანამური არხი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საქონლის მიცდომაში, ესე იგი საქონლის მიღებაში პანამური არხის გავლით. და აგრეთვე პანამური არხი ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზილიური ტერიტორიისთვის. და როგორც ჩვენ ვიცით, ჩინელები დაკავშირებული არიან ბრაზილიებთან, რომლებიც და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არიან სამხრეთ ამერიკის ნაწილში. ეს არის პოლიტიკური საკითხი. მე არ მგონია რომ ის ამას გააკეთებს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური საკითხი. რომ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ისინი არ ეთამაშებიან ამერიკას. აქ სხვა რაღაცებიცაა გარეული. ამერიკის და სხვა ქვეყნების უსაფრთხოება აგრეთვე არის დაკავშირებული პანამის არხთან. პანამის არხთან. მაიკ სალა ამბობს, რომ რაც შეეხებაო გრენლანდიასო, გრენლანდია არისო ძალიან დიდი ტერიტორია. გრენლანდია ყველაზე დიდი კუნძულიაო პლანეტაზე, სადაც არის განლაგებული განშტოებული ტუნელების განშტოებული სისტემა და ძალიან უზარმაზარი გამოქვაბულებები. მეორე სამამულო ომის დროს ნაცისტებმა შეძლეს ბევრი ამ გამოქვაბულების გამოკვლევა და შეძლეს გამოყენება ამ გამოქვაბულების თავიანთი ოპერაციებისთვის. ომის შემდეგ კი ბნელმა ფლოტმა ბნელი ფლოტი, როდესაც ამბობენ ბნელი ფლოტი, აქ იგულისხმება ფაშისტების, გერმანელების ფლოტი რა. და ამ ბნელმა ფლოტმა შეძლო იქ, ესე იგი გერმანელებმა, ნაცისტებმა შეძლეს იქ თავისი ობიექტების აშენება. და მე მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია ესე იგი კონდეს სტომა იმ ობიექტების მიმართ, რაც არის განლაგებული გრენლანდიის ქვეშ. ადრე ამერიკა შეეძლო იქ ბაზების შექმნა დანიის ხელისუფლების ნებართვის შემდეგ, მაგრამ მე მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უფრო მეტი მასშტაბის სტომა კონდეს მაგ ობიექტებთან და და იმასთან თუ რა არის განლაგებული გრენლანდიის ქვეშ. და მე მგონია, ეს არის ტრამპის სტილში იყიდოს გრენლანდია. ეს უბრალოდ საწყისი პოზიცია მოლაპარაკებებში. გრენლანდიის ქვეშ იმყოფება ძალიან უამრავი ტუნელი, რომლებშიც განლაგებულია ტექნოლოგიები, განვითარებული ტექნოლოგიები და ამერიკას სურს ამ ტექნოლოგიებთან კონდეს სტომა. GPA ამბობს, რომ როგორც ჩვენ ვიცით, დანია აკონტროლებს საჰაერო სივრცეს გრენლანდიის ცაში. აგრეთვე რუსეთი ფლობს ჩრდილოვანი პოლუსის რაღაც ნაწილით. გრენლანდიაც ფლობს ჩრდილო პოლუსის რაღაც ნაწილით. და ამერიკას სურსო მეტი ცდომა მიიღოსო იმის მიმართ, რაც განლაგებულიაო ჩრდილო პოლუსის ქვეშ. გრენლანდიის ქვეშ თურმე იყო დიდი ხომალდი, სადაც იყო შენახული ყველა თესლები და დნმ-ის რაღაც ფორმები, რომელიც
იყო ძლიერ დაცული. ხო და ჯიპი ამბობს რომ მე არ მინახიაო ის ხომალდი, ნანახი არ მაქვსო, მაგრამ ეს იყო უზარმაზარი ხომალდი. ჩვენი შემდეგი შეკითხვა ჯენისაგან. ელენა, არ შეგეძლო თქვენ მოგეყოლა ჩვენთვის ჩრდილოვანი სახელმწიფოს კრახზე საფრანგეთში, რომლის ხელისუფლება იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და ბანკროტის პირას. თქვენ ბოლო ვებინარზე თქვენ თქვით, რომ საფრანგეთის სახელმწიფოში მოხდება ძალიან ჩქარი ცვლილებები, მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში ის ორჯერ შეიცვალა. პრეზიდენტი მაკრონი რჩება მთავარი პრობლემა, ის იქნება ხელისუფლებაში 2027 წლამდე. მისი თანამდებობიდან გადაყენება თითქმის შეუძლებელია და ის ძალიან აპარტავანია, რომ თავისით გადადგეს. ელენა დანანი პასუხობს: მადლობ, მაგრამ ამას ყველაფერს დასჭირდება დრო, დაჭირდება უფრო მეტი დრო, რომ შეიცვალონ სიღრმისეული ხელისუფლების აგენტები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში ზოგიერთ ქვეყანაში და მე ვარაუდობ, რომ მაკრონი დარჩება თავისი ვადის ამოწურვამდე. 2027 წელი არის თარიღი, რომლისთან დაკავშირებით მე მითხრენ, რომ მოხდება რაღაც დიდი გრანდიოზული, მაგალითად პირველი კონტაქტი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად როდის მოხდება ეს, რადგან ხედავთ დრო მიდის და ამიტომ შეუძლებელია ამის წინასათქმა. მოვლენები უკვე დაგეგმილია და ამიტომ ეს მოვლენები აუცილებლად მოხდება. მაგრამ როდესაც ადამიანი ცვლის თავის ასლს და ადამიანები უბრალოდ ცვლიან თავის ასლს და აკეთებენ, იქცევიან შემდგომში სხვანაირად, იქცევიან დაუშვათ უკეთესად, ყველაფერი იცვლება. კი, დრო მიდის და 27 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია. შემდეგი კითხვა რებეკასგან. ის შეკითხვას უსვამს ელენას. არ შეგიძლიათ თქვენ კითხოთ ტარხას ან მერიდიანს, დათანხმდება თუ არა ის გვათხოვოს ტრანსპორტი და ჩაატაროს სამოქალაქო კონფერენცია პოჯისი ბორძე ექსისიორა დაპატიჟებული გამოსვლელებით. კითხვები, ესე იგი, შეკითხვა პასუხის ტიპში galaktikuri federatsi უბრალოდ სამყაროების galaktikuri federatsis წინაშე თუ ჩვენ ორგანიზებას გავუკეთეთ მას 2025 წელს. გმადლობ ელენა. დენი ალბათ ამ მომენტში თავის სკამზე დახტის. ელენა რებეკას ეუბნება რომ აუცილებლად კითხავო ტარხანს. დენის უყურებ კითხეო. იცით ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება და სამედიცინო ტექნოლოგიები ვითარდება. მე დარწმუნებული ვარ რომ რებეკა თქვენ ამ დღეს აუცილებლად მოესწრებით. მაიკ სალა ამბობს, მომენტში თონება დავამატობ რომ ეს მოვლენები მოხდება ომის შემდეგ, როდესაც მე მივცემო ინტერვიუს ტარხანს. როდესაც ჩვენ ვისაუბრებთო იმ მოვლენებზე, რომელიც მოხდებაო galaktikაში. და ვფიქრობ ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ იმ ამბის ორგანიზებას, რომელზეც ლაპარაკობდა რებეკა. ჯიპი ჩაერთო საუბარში და ამბობს, მოდით მოყვეთო იმაზე თუ რა მოხდაო კოლორადოში. ხალხი ხედავდაო და ჩვენც ხედავდითო და ვისაც გვინდაო ახალი ამბები მოვისმინოთო შარანზე. რა მოხდა JC კოლორადოში სინამდვილეში? ელენა ამბობს, არ ვიცი რა მოვლენა მოხდა. მე არ ვარ ამაში გარკვეული, რაღაც მოხდა კოლორადოში და ამ ამბის დაბლოკირებას ცდილობდნენ თურმე, რომ ნაკლებ ხალხს გაეგო ამის შესახებ. მაგრამ მათო ეს არ გამოუვიდათო? ხო, მე არ ვიცი რა მოხდა კოლორადოში, მაგრამ ამ მოვლენის შემდეგო დაიწყო გამოჩენა ბურთებმა, ბურთის მაგვარ სფერებმა. ეს იყო საჩუქარი ტარდონისაგან, ეს იყო ნიშანი. მაიკ სალა ამბობს, თუ იმათვის ვინც არ იცის რას ნიშნავსო JC, ეს ნიშნავსო კავშირს galaktikur სულიერ ინფორმატორებთან. და მათ აქვთ საიტი. დენი ჰენდერსონმა შექმნა ეს საიტი galaxyspacemer.com. 2025 წელს იქნება ორი მოვლენა. ერთი მოვლენა მოხდება 11 მაისს შარლოტაში, ჩრდილო კაროლინაში, მეორე მოვლენა კი მოხდება 18 სექტემბერს. მე მგონია რომ სინამდვილეში ეს მოხდება ვაბრატნამ პარიატკე, ესე იგი ბოლოდან
თავისკენ. ჩვენი შემდეგი შეკითხვა ებისგან. ექნება თუ არა ჩვენ ვეტერანებს წტომა სამედიცინო კაფსულებისკენ. უბრალოდ სამედიცინო კაფსულებთან. ექნება თუ არაო ჩვენ ვეტერანები იგულისხმება, ვინც კოსმოსურ პროგრამებში იყო მონაწილეობდა და ექნება თუ არა მათ ვეტერანებს წტომა სამედიცინო კაფსულებამდე. კაფსულების მიმართ. მომიწევეთ სწორად როგორ არ ვიცი. და ეს ვინც კითხვას სვამს, ის ამბობს, რომ ჩემ ქმარიო 91 წლის არისო და ის არის ინვალიდი, ვიეტნამის ვეტერანი. ჯეიმი ამბობს, რომ ეს მალე იქნება მისაწვდომი ვეტერანებისთვისო, მაგრამ ახლა ისინიო გამოიმუშავებენო ვაქცინას და სხვა საშუალებებს, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს დაავადებების შემსუბუქებაში სამედიცინო კაფსულების გამოჩენამდე. მე ვიცი, რომ ბევრი ელოდება ამ კაფსულებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოთმინება გამოვიჩინოთ და მისცეთ საშუალება სინარხეს იმუშაოს. ჩვენი შემდეგი შეკითხვა ბრაინისგან. ის შეკითხვა მიმართულია მაიკ სალას მიმართ. დოქტორ მაიკ, თქვენ რომ განცხადება შეგეტანათ რამე სააგენტოში, რა როლს ითამაშებთ თქვენ ამის ადმინისტრაციაში?